ეხლა ავდივართ კოშკზე. ეს არის სვანეთი რატიანების საგვარეულო კოშკია და ზემოთ ასვლის შემდეგ იქიდან გადმოვიხედებით. და ასევე ვნახავთ თუ როგორ ადის კიბეები კოშკში. ეს პატარა სარკმელი არის უკვე სათოფე, ხოლო ახლოს მოსულ მტერს გვებს აქედან უშევდნენ. ეს არის უკვე ბოლო სართული და ეხლა ავალთ სახურავზე. ასევე დავათვალიერებთ სახლ-მუზეუმს. ეს არის შუა საუკუნეების საცხოვრებელი სახლი, მაგას ქვია სწორედ მაჩუბირი, თუ იცით. აქედან გასასვლელი პირდაპირ კაირო ჩანს. გადიოდნენ, შემოდიოდნენ ხალხი, აქ ხარები ყავდათ, აქ ძროხები, აქ ცხვრები, პატარა სინერვა არის. ცხოვრობდა 25 ადამიანი, ერთი ოჯახი, ერთი გვარი, ეს იყვნენ ჩემი წინაპრები. აი აქ, რაც არის შავი, ეს ყველაფერი არის კვამლისგან დაკონსერვებული, შებოლილი. 1927 წლამდე ბობო ჩემი აქ ცხოვრობდა. მე-10 საუკუნიდან, ეს მე-10 საუკუნისა და კოშკი მერია მიდგმული. ეს მე-11 საუკუნის. მეძინათ ემიზებული ხალხს, ნახეთ აი ჯერაში ქამა. Сибирь, о, сикуш. Აქის და ოჯახის უფროსი, მახში, ქვია სონდა საქართველოს. რომელიც განაგებდა თავის გვარს, იმას ეკითხებოდნენ ყველაფერს, ის წყვეტდა რა უნდა გაიკეთებინა. ეს ფიქალის ქვა, კერია შუა ცეცხლი, ქემოთანთებდნენ ცეცხლს და ამაზე აწყობდნენ პულს, ხაჭაპურს კუდას ამ ქვაზე, როგორც პლიტა ის. გაახურებდნენ ზემოთებს. ახ ხორცხაშავდნენ, მაშინდელი არა. იგა შუა ცეცხლი კერია ეს ასრულებს ორ რაღაცას ერთი პირველი მთავარი ცეცხლის საწინააღმდეგო და სავენტილაციო სისტემა. აი ესე არის ფიქალის ქვები, ხელი ჩადებული ზემოთ, შეხედე? ახლა ცეცხლი მთებოდა რო არ ყოფილიყო ნაპერწკლის გავს ზემოთ. ცეცხლის საშიშროება. ღია იყო შუა ფანჯარა ზამთარში ერთი, როცა იქიდან ქარი უბერავს, ესაკეთებს ყვავის ვენტილაციას. აი ასე. ზემოთ, პატრიალებს. ადიოდა ერთი ხა შორო ჩამოვიდით მეორე კუთხეში და პატარა ხდომები აქვს კიდე. ამის გამო არ ჩამოდის ყვავი. ჩამოდის, მაგრამ ისე არა რომ შემაწუხებულებელ იყოს. ასე აკეთებს ვენტილაციას. ცხენი გამოჭრილი აქვს ცხენი. რომელ ოჯახში ცხენი იყო, გვარში სიტყვებოდა ძლიერ ოჯახად, გვარად. ცოტა ოდნავ სუსტი ისეთი ხარის და რაღაც იერარქიის ის იყო. ესენი აქ როა ჩამოკიდებული, ესენი ხის ფესვები აგერ იქაც. რაღაცის ჩამოსაკიდებელი, რაღაცის ანსახის, რაღაცის ზემოთ თევის მარაგი იყო, მთლიან დივსებოდა ის ზალა, დარბაზი, პატარა ხვრელი, ჩამოყრიდნენ დილასაღამოს იგივე ხვრელი აქვს და უნაწილებდნენ საქონელს. ეს ხეზე კვეთაა შესრულებული ხე. ყვამისგან ის არის დაკონსერვებული. ხო, ეს არის დედაბოძი აგერა. ხო, დედაბოძი შუა ადგილზე იჭერს კონსტრუქციას. მაგრამ ჩემმა წინაპრებმა გააკეთეს აქ სალოცავი ადგილი. დედაბოძი ახლა ყველგან არის იჭერს იმას, მაგრამ არცად არ ამაგი, არც სვანეთში, არც შგულში, არც თელ საქართველოს ერთ-ერთი არის ორიგინალი. გამოუღე შუაგული მაგას დედაბოძს, როგორც საყრდენი ცალკე და სალოცავი ადგილი. აი აქ ინთება სანთლები, ანთები მაშინაც. ეხლაც ჩვენ აქ ანთებთ და ლოცულობთ, შეგეციოთ თქვენ ყველას. ოჯახს. ეს იყო საიდუმლო ადგილი, ესე იგი, ვინც აქ ცხოვრობდა, მიმართმა მარტო იცოდი შინდ რა იყო. ნახე მაშინ როგორ იყო სულ მდგომარეობაში და მოიყვანა. ესენი მოსახსნელი მაქვს ესენი პეტრები. ახლა ჩანს არაფერი, ეს უნდა შეიუსოს ესენი ყველაფერი, ესენი ის უნდა მოიხსნას და თვითონ ის არის, ნუ ისეთი. ერთიანი, ხო? ხო, ნუ არიცი რა არის შიგნით. ამაში ცხონძროდნენ ქალები იცით და მე აღწყვეტენ იქენ კუბდარი ხაჭაპური ქვემოთ ცეც დაუნხებდნენ. ამაში სვანური მარილი იცით მთელი ინგრედიენტები ყველა გვარს თავისი აქვს რეცეპტი. ეს არის ხეზე კვეთა შესრულებული ორნამენტებით მოჩქურთმებული. აქ იყო რაღაც ჩასადები რაღაც სურსათის შკაფი ბუფეტი. ეს ბორჯღალოვის სვანურად მზეს ცისარტყელა ესენი ვარსკვლავები სხვადასხვა მზის ამოსულა
ვარსკვლავები მზის ჩასვლა აქეთ. ეს არის ვარსკვლავების კალენდარი. ჩვენმა წინაპრებმა ქართველებმა იცოდნენ, ამის მიხედვით საზღვრავდნენ თვარის და ვარსკვლავების მიხედვით რა უნდა გაეკეთებინათ, როდის ტყეში მასალაზე, როდის ცოდნა, ვაფშე ესეთ რაღაც. მაგრამ მე არ ვიცი, ალბათ შემოიცოდა ეს სვანდურად. ყველა ვარსკვლავის მნიშვნელობა. ვაკიმიანი, ეს ხუთქიმიანი, ეს ესეთი რაღაც, აქაც ცხენის ისა. ამაში წყალი ქონდა, თამაში გამოსახდები ამ კასრებში. მაგრამ მაშინდელი არა ეს ბობოჩენი საკეთებული 100 წელს მაინც აღარ ეს ბოჭი. მაშინ ფქვილის მარადი. ეხლა ნახეთ აგერ, აიგა. და ეს არის წყლის გასახსოვლის სისტემა. კანალიზაციის სისტემა მაშინ. ეს ორი მარტო აქ არის, არსად არა ასანეთში. ეგა და ეგა. დანარჩენი ერთნაირი არის. როდესაც ქალები რეცხავდნენ ტანსაცმელს, ან რაღაცას, რო არ გასულიყვნენ გარეთ ქუჩაში, ეხაც მუშაობს მაგით. ამოშენებულია ქვითასი, ჩაასხამ წყალს და გადის მშენებლობაში არის. დადგებას და მე გადის. ეცის ქულის ქვა არის. გამოყენებული დოლაბი. ობა გაუტყდათ და რო არ გაეღოთ ყოველთვის ესეთი. ცხოვრობდნენ ყოველთვის აქ, როცა ქონდათ ისეთი სიტუაცია, თონეთში შუღლი, ომი, ეს მუსულმანების შემოსევები, აი მაშინ ქალები და ბავშვები კოშკში აყავდათ ზემოთ. და თვითონ მომორდნენ. ძირითადად თავდაცვის მიზნით, თქვა სტუმარი მოვიდოდათ მეოთხე სართულზე კოშკზე. თქვა ძვლების მერე ოთახი არის განცალკევების ოთახი. თქვა ახალი შეუღლებული საჭირო სიტუაციების საკუთრებული ოჯახი ცხოვრობ. აი ეს კონსტრუქცია. როცა ის იყო ზვავის საშუალება ზამთარში, ყველა კოშკი არის აშენებული ასე კუთხით იქითკენ, ცისკენ. და როცა ზავის საშუალება ასე აპრობს გამიდი. ვამოყოლობდნენ იმ პერიოდში ცოდე თებერვალში. აქ ამ პერიოდში ცოტა და ეგეც ის. ერთადერთი კოშკი არის მისტრაში, ვინც ქალმა აშენა. დაძმა იყვნენ ბერიანები, ესეთი გვარი მოლახიდან. ამის სპეციალისტები, მშენებლები. ჩვენ ისინი დაიქირავეს და მე მისცეს რაც საჭირო იყო, ხო ხარები მიწა. გარდამფრიდან ქალი აშენებდა შინ თავისი ძმა. შეხედა ძალიან ლამაზი არის. არა, განსაკუთრებულია ხო, უყურებდი ეს. გარდა რომ ნახე, გამორჩეულია. ეს არის საჩვენებელი კოშკი. ყველა კოშკი არის 25 მეტრი სვანეთში, სტანდარტი, ეს არის 28 მეტრი. ყველაზე მაღალი კოშკია. ერთი კოშკი უსწრებს სიმაღლეში ეცერში თავადები როდის გადაშკელანი იმათი კოშკი არის 29 მეტრი. არა ჩვენ უბატონო ვარ და იმათ ბატონი ხარ. აი ლატალის აქეთ ჩვენ უბატონო ვარ. რაც ბატონი ხარ. არა მაინც ამბობენ რომ თავისუფალი სოფლის ამბობენ მაგრამ ჩვენ თავი დაიწყებდნენ მაგრამ გაჩი ბატონი ხარ ჩვენ რა გონისავთ. იქ თხები დაის ხო? ძრო ეხო თხები, ცხოვრები. და ეცინათ ამის ზემოთ ხარ, ზემოთ სიტყვაში. მოხუცები არის რა, სწორედ ზემოთ. აქ დიდი ისინი ტახტები იცით. დრეიჯდენ. მოხდნენ და ღამე დაუფრენდნენ. ასე ხის შედი რომ გასაჯდები. ეხლა ეს ჩვენ სად ვართ ეხლა რა კოშკი არის ეს? ეს არის რატიანების საგვარეულო კოშკი. აჰა. რატიანების საგვარეულო მუზეუმი არის, ეთნოგრაფიული მუზეუმი. კი ბატონო.